საუბრობდა მილანში კი კახიკალაძის სახლი გაჩხრიკეს. ამის შესახებ ქრონიკას ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ ადამიანმა განუცხადა, ვინც იტალიაში ყველაზე ხმაურიან საქმეს ხელმძღვანელობს. ქრონიკის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი იმ 100 სპორტსმენის სიაშია, რომლებიც ჩაწყობილ თამაშებში არიან ეჭვმიტანილნი. მილანში პოლიციელებმა კახიკალაძის სახლი ჩაწყობილი მაჩების საქმის გამო რამდენიმე დღის წინ გაჩხრიკეს. თუმცა კალაძეს ეს ინფორმაცია ქართული ჟურნალისტებისთვის არ მიუწოდებია. ამის შესახებ ქრონიკამ კრემონას საგამოძიებო ჯგუფის უფროსისგან შეიტყო. კალაძე ჩვენ დაკითხვაზე არ გამოგვიძახია, მაგრამ გავჩხრიკეთ მისი სახლი. იმის გამო, რომ შეიძლება იქ ყოფილიყო რაიმე სამხილი, რომელსაც შეიძლებოდა დაედასტურებინა მისი კავშირი ლაციო ჯენოას ჩაწყობილ შეხვედრასთან დაკავშირებით. თავად კალაძემ ქრონიკასთან საუბარი მოუცლელობის გამო ვერ მოახერხა, თუმცა მისმა წარმომადგენელმა სახლის შხრიკის შესახებ ინფორმაციის დამალვა ასე ახსნა. ვინ გითხრათ რომ დამალა კახიკალაძემ? კითხა კახიკალაძეს ვინმე და არ უპასუხა. ბინა გაიჩხრიკა ჩაოლების სამებ იმ 150 ფეხბურთელის ბინასთან ერთად გაიჩხრა კახიკალაძის ბინაც. თუმცა აქედან გამომდინარე იტალიელმა სამართალდამცავებმა გააკეთეს დასკვნა შესაბამისი საბუთების ნახვის შემდეგ, რომ კახიკალაძეს ამ სკანდალთან არავითარი კავშირი არ აქვს. ქრონიკის გადამღები ჯგუფი დღეს იმ ქალაქში ჩავიდა, სადაც წლის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმის გამოძიება მიმდინარეობს. ქრონიკას ექსკლუზიური ინტერვიუ იმ ადამიანმა მისცა, რომელიც იტალიაში ამ დროისთვის ყველაზე ხმაურიანი საქმის საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობს. სერჯიო ლოპლესტის თქმით, გამოძიებას კალაძის მიმართ ეჭვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დადასტურდა კავშირი კახა კალაძესა და ნარკოტიკების ბრალდებით დაკავებულ ბოსნიელ ალტიკ საფეს შორის. ჩვენ დავიწყეთ გამოძიება ჩაწყობილ მატჩებზე, რა დროსაც აღმოვაჩინეთ საეჭვო კონტაქტები კახა კალაძესა და იმ პირებს შორის, რომლებიც თავიდან ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დავაკავეთ. ამ საქმის ძიების პროცესში გამოიკოთა კალაძის კავშირი ამ ადამიანებთან. ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან, მანიპულირებდნენ სხვადასხვა მატჩებით და ერთ-ერთი იყო ჯენოა ლაციოს შეხვედრა. ეს არის ოპერატიული ფოტომასალა, რომელიც ქრონიკას გამოძიებამ მიაწოდა. აქ კარგად ჩანს ალტიკ საფეტი, რომელიც იტალიის ნაკრების წევრს დომენიკ კრიშიტოს ხვდება. ეს მასალა გამოძიების ხელში მაშინ მოხდა, როდესაც ისინი საფეტს კრიმინალური საქმიანობის გამო უთვალთვალებდნენ და აღმოჩნდა, რომ საფეტს კავშირი ფეხბურთელებთანაც ჰქონდა. საფეტი სპორტსმენებთან გარიგებაში შედიოდა, რისთვისაც ფეხბურთელებს სოლიდურ თანხას თავაზობდა. ეს ფოტომასალა სწორედ საფეტისა და ფეხბურთელების შეხვედრებს ასახავს. როგორც გამოძიების მასალებიდან ირკვევა, საფეტს ახლო ურთიერთობა ჰქონდა კალაძის თანაგუნდელ ჯუზეპე სკულისთან. გამოძიების მასალებით სწორედ სკულის უნდა შეეხვედრებინა კალაძეს საფეტი, მაგრამ შეხვედრა არ შედგა. მიზეზი წინასწარი გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებში ამისტიდებული. ეს დოკუმენტი ქრონიკას კრემონას პოლიციაში მიაწოდეს. ჯუზეპე სკული იყო ინიციატორი კიდევ ერთი შეხვედრის, რომელიც უნდა შემდგარიყო ლაციო ჯენოას მატჩის წინადღეს. ალტიკ საფეტსა და ქართველ ფეხბურთელ კახა კალაძეს შორის. ეს შეხვედრა უნდა გამართულიყო მილანში 2011 წლის 12 მაისს, მაგრამ შეხვედრა არ შედგა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ცოტა ხნით ადრე პოლიციამ ალტიკ საფეტზე და მის თანხმლებ პირებზე თვალთვალი განახორციელა. კალაძე მაშინ მილანში ცხოვრობდა და იმ საუბრიდან გამომდინარე, რომელიც პოლიციამ მოისმინა, ჩანს, რომ თითქოს არის დაინტერესებული კარის შეძენით. ამისთვის კი მზადაა 50,000 ევრო გადაიხადოს. ანდრია პამპარანა ერთ-ერთი იტალიური ტელევიზიის ჟურნალისტია. ის საქმის გახმაურების პირველი დღიდან პროცესს აშუქებს. პამპარანას თქმით, ეს იყო ჯგუფი, რომელსაც კავშირი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მაფიოზურ დაჯგუფებასთან ჰქონდა. ეს ის მაფიაა, რომელიც ფინეთში, შვეიცარიაში, თურქეთში და გერმანიაში მოქმედებდა. ისინი კავშირში არიან სინგაპურის მაფიასთან, რომელიც ტოტალიზატორების ბიზნესს აკონტროლებს. რაც შეეხება კალაძეს, მისი სახელი იმ ადამიანთან სატელეფონო საუბარში ამოტივტივდა, რომელიც ჯუზეპე სკულისთან და დომენიკო კრიშიტოსთან ერთად თამაშების შედეგებით მანიპულირებდა. კალაძე ესაუბრება ერთ-ერთ დაკავებულს, სადაც ახსენებს 40 კარებს და რა იგულისხმება ამ კარებში არ ვიცით. ქრონიკის ინფორმაციით იტალიურ პოლიციას 100 ეჭვმიტანილი ფეხბურთელის სია აქვს. მათ შორის ფიგურირებს კახიკალაძეც. ამ დროისთვის საქმეზე უკვე 19 ფეხბურთელია დაკავებული, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მათი რიცხვი გაიზარდოს. ბევრი ჩხრეკა ჩავატარეთ და საინტერესო მასალები ამოვიღეთ. საქმის მომავალი მსვლელობა დამოკიდებულია თუ როგორ ახსნიან ფეხბურთელები იმ საეჭვო გარემოებებს, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს. სწორედ ამის შემდეგ მოხდება სიტუაციის შეფასება. გამოძიების დასრულებამდე კი იტალიაში გულშემატკივარი ფეხბურთის მიმართ უჩვეულოდ პესიმისტურადაა განწყობილი. ქომაგების ნაწილი მარიო მონტისიდიას ემხრობა და 2 ან 3 წლის ფეხბურთის ტურნირების აკრძალვას ითხოვს. ეს უკვე აღარ არის სპორტი, ეს გახდა მაქინაციების და მილიონების შოვნის წყარო. მე აბსოლუტურად ვეთანხმები მონტის, მაგრამ ეს იტალიაში ალბათ არ მოხდება. ვიზიარებ მონტის მოსაზრებას, ასეთი ჩემპიონატი აღარ უნდა ჩატარდეს. ეს დაიწყო მცირე მასშტაბით და უკვე საშინელი სახე მიიღო. აქ უკვე ყველა ფენა ჩაერთო.